პარლამენტის ბიუროს ხდომაზე ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაინიციერდა. დაცვლებათა პაკეტი დამტკიცების შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის წესდების, მიზნებისა და შემადგენლობის იდენტური პარტიების საქმიანობას აკრძალავს. პარალელურად კი მზადდება სარჩელი, რომლის მიზანით პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება. ამ ინიციატივას პოლიტიკურ დევნად აფასებს ოპოზიცია. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ამით მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებას ასრულებენ. პარტია ეს არ არის საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული იურიდიული პირი, ეს არის იდეა, ეს არის ადამიანები, რომლებიც ქმნიან ყოველდღიურად ივანიშვილის წინააღმდეგობის მოძრაობას, ქმნიან იმ დაპირისპირების საშუალებას არ აძლევენ ქართულ სახელმწიფოსთან ივანიშვილს, რაც მას სურს დიდი ხანია და ჯერ კიდევ 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე მოახერხებდა ამ ქვეყნის რუსეთისთვის ჩაბარებას, რომ არა ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და ზოგადად ეს პარტია, აქედან გამომდინარე ჩვენ არავითარი შიში არ გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთ პარტიას გაუქმებენ, არაუშავს ის ადამიანები, რომლებიც ხარს უჭერენ ჩვენ პარტიას და დგანან ჩვენს გვერდით, გააგრძელებენ ბრძოლას ქართული სახელმწიფოსთვის და ეს ივანიშვილისთვის მაინც ძალიან ძვირი დაждდება, განსაკუთრებით საერთაშორისო მიმართულებით. აკრძალვა უნდათ ვინმესი? აკრძალონ. ჩვენი აკრძალვა უნდათ? აკრძალონ. ნახავთ როგორ გავაგრძელებთ საქმიანობას გადასარევად. შედეგობრივად რა თქმა უნდა თავად ოცნება იგდებს საკუთარ თავს მძიმე მდგომარეობაში 21 საუკუნეში თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ერთი მხრივ ოცნებას სჭირდებოდეს საქართველოს იყოს მინიმუმ ეკონომიკური თვალსაზრისით დემოკრატიული და დასავლური სამყაროს ნაწილი ერთი მხრივ და მეორე მხრივ თან ეს უნდოდეს და თან იღებდეს ასეთ კანონებს და ასეთ გადაწყვეტილებებს, ეს ერთმანეთთან თავსებადი არ არის. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ამ ხნის განმავლობაში არ იარსებებდა არც ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ხელისუფლებაშიც ებრძოდა საკუთარ ქვეყანაში და ოპოზიციაშიც არ ისვენებს და დადის უცხოეთში და აშავებს საკუთარ ქვეყანას. ასე რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ეს წესი არის აპრობირებული, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მათ მიერ ნაკებ, მათ შორის მოლდოვაშიც, უკრაინაშიც არის ჩვეულებრივი აკრძალვები პარტიების, ეხლა იქ რამდენად კანონიერია თუ უკანონო ეს მათი საქმეა, მაგრამ რეალურად ის რომ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა არ უნდა არსებობდეს, ეს არის ფაქტი. თავისთავად ის რომ ბიულეტენში აღარ იყოს 5 ნომერი და იყოს 4 ნომერი მაგალითად და თითქოს გვარამია არ იყო ნაციონალური მოძრაობის იმ სისტემით შემოქმედი ანიკა მელია თურმე ნაციონალი არასოდეს ყოფილა სალომე სამადაშვილი რომელიც ახლა ლელოელი გახდა და ასე შემდეგ ეს რომ არ მოხდეს ამიტომაც იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული თუმცა როგორც გითხარით ამაზე უნდა იმჯობოს მხოლოდ სასამართლომ და არანაირი შეხება სხვა მხრივ ხელისუფლებას ამასთან არ ექნება